ქუთაისში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქუჩის ნარკოტესტირების გაუქმება. მათი განმარტებით კანონმდებლობა, რომელიც მოქალაქეთა უფლებებს უნდა იცავდეს, პირიქით ზღუდავს პიროვნების პირად თავისუფლებას. აქციის ფარგლებში პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ლევან აბზიანიძე. მათი განმარტებით ლევან აბზიანიძის გარდაცვალება პირდაპირ მაგალითია ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის. აქციაზე იმყოფებოდა გარდაცვლილი შვილიც. მან სხვებთან ერთად მოითხოვა ქუჩის ნარკოპოლიტიკის გაუქმება. შენო უნდა ჩაბარო ანალიზიო. სად მეუთხარი, არ კიდე რო ჩაგიბარო ანალიზი თქვა. არა, უნდა გადავიყვანო. რო გადავიყვანო მეუთხარი მეუღლე მყავს. ბავშვი მახლია მანქანაში. მთელი ნათესავი მახლია. პანაშვიდზე მიდივარ ნათესავი. არა, ვახლავე. 25-ში ყველა გამამწარენ შვილი ქუჩაში დამატოვებიეს და მე არაფერი. მოგვიწერე ხელი რომ არ დაზიანდიო. არ დავზიანდი მეუთხარი ფიზიკურად, მაგრამ ცხოვრებით დავზიანდი ჩემი შვილი მორალურად. ფსიქიკა ხო ნერვიულობს ის და თავისებურად ბავშვების შეხებაცაა, მაგი უფლებების დარღვევაცაა და ყველაფერის დარღვევა, რასაც ჩადიან და არ შეიძლება. ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტია რა. ადამიანს აიყვანეს მოტყუებით. მე მოხდა ისეთი მომენტი რომ დაალევინეს შარდენი, მე როგორი ინფორმაციაც მაქვს პირადად მამაჩემისგან. ეხლა რა თქმა უნდა გამოძიება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა ექსპერტიზა მიმდინარეობს, მაგრამ დღეს უნდა ჩაგვარებოდო წესით ჩვენ ექსპერტიზის პასუხი, მაგრამ მე მგონი რომ არაფერი არ ჩანს სასიკეთოდ, არც ის რომ რა მოხდა და შესაბამისად რეაგირება არის საჭირო ალბათ ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა და პირველ რიგში პროკურატურის. მეც ვითხოვ რომ ქუჩის ნარკოტესტის გაუქმებას და საერთოდ მე ვფიქრობ რომ არ უნდა იჭერდნენ არიხვალის გამო ადამიანებს. ვითხოვთ იმას რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ადამიანს რა, ანუ ადამიანური ფაქტორი გაითვალისწინონ. ჩემი აზრით, ამათ ადამიანის არც არ აინტერესებს, ადამიანის არც ჯანმრთელობა, არც ცხოვრება, რა ცხოვრებით იცხოვრებს, უბრალოდ იცვლიან გრაფიკს და რაღაცა წლის ბოლოს თუ რაღაც თანხებს და რამდენია შემოსავალი ამა თუ იმ კანონით.